იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მისი მოადგილე იოსებ ხახალიაშვილი პოლონეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. პოლონეთის დელეგაცია ქუთაისში ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2016-ის ფარგლებში იმყოფება. პოლონეთის ქალაქის ტორუნის მუსიკალური თეატრი ფესტივალზე წელს პირველად მონაწილეობს და დღეს იგი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ქართველი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით წარსდგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს უკვე ფესტივალს მიენიჭა საერთაშორისო სტატუსი. პირველი ვინც ჩამობრძანდა, ეს იყო თორსად არის ეს ტორუნის ქალაქ ტორუნის თეატრი, მუსიკალური თეატრი, ეს არის კუიოვსკო პომორსკის იმერეთთან დამეგობრებული რეგიონის დედაქალაქი და მისი თეატრი და გაიცად ფიქრობთ, რომ სხვა ქალაქებიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიწვევთ კიდევ თეატრალურ კოლექტივებს. იმერეთის რეგიონსა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ რეგიონს კუიავსკი, პომორსკი შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა და მიზნად ისახავს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ბატონ გივისთან მქონდა შეხვედრამ ძალიან მეგობრულ და თბილ გარემოში ჩაიარა. საერთო გეგმებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, დასახული სამომავლოდ, ძირითადად ეს იქნება ერთობლივი პროექტები ეკონომიკის და კულტურის სფეროებში.